ხელოვნების კვირეულის ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტში პოეზიის საღამო გაიმართა. ღონისძიებაში ძველი და ახალი თაობის ცნობილი ბათუმელი პოეტები დავით თედორაძე, ვახტანგ ღლუნტი, ბელა ქებურია, გენრი დოლიძე და აჩიკო ბერიძე მონაწილეობდნენ. კვირეულის ფარგლებში ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ბაგა ბაღის აღსაზრდელებს და სკოლის მოსწავლეებს წიგნები აჩუქეს და ზღაპრები დაუკითხეს. 21 მაისს შუახევში დოკუმენტური ფილმის ჩვენებაა დაგეგმილი. ხელოვნების კვირეული 23 აპრილს დაიწყო და 28 მაისს კლასიკური მუსიკის კონცერტით დასრულდება. კვირეული კულტურის ცენტრის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ხარდაჭერის სტარტება. ლევანდელმა დღემ კარგ წარსულში დამაბრუნა. ამიტომ ყველაფერი ცუდი არ იყო წარსულში, ისე როგორც ყველაფერი კარგი არ შეიძლება დაგვდეს მომავალში. როდესაც იყო დამოკიდებულება განსაკუთრებული სიტყვის ოსტატების მიმართ, ხელოვანი ხალხის მიმართ ზოგადად, იმიტომ რომ ეს არის ინტელექტუალური სახე, ჩვენი კუთხით, ჩვენი ქვეყნის და გარანტირებული არის ხალხი ეთყობა და ყველაზე გულწრფელი შეხვედრა ვიციან. ძალიან საინტერესო დღეა ჩემი აზრით, იმიტომ რომ დღეს არის ტექნოლოგიების ეპოქა და ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავედით და ინტერნეტ მწერლებად ვიქეცით სამწუხაროდ და აუცილებელია ცოცხალ მკითხველთან შეხვედრები, აი ცოცხალ აუდიტორიასთან პოეზიის საღამოები, იმიტომ რომ ეს ის ადამიანები არიან, ვისაც ყველაზე მეტად ესმის ჩვენი ლექსი, ვისაც ყველაზე მეტად ტკივა ის, რაც ჩვენ ვტკივართ.